მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მე ვარ ლიკა წერეთელი, ფსიქოლოგი, გეშტალთერაპევტი და პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი და ჩვენი დღევანდელი თემა არის აგრესიული კრიტიკა. ძალიან აქტუალური თემაა. იმიტომ რომ ნახეთ, მე თუ ჩვენი წინა შეხვედრების დროს, გარკვეულ საკითხების განხილვის დროს ვამბობდი, რომ სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს აქვს ეს გამოცდილი, ან შესაძლოა თქვენ გყავთ გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებისთვისაც ეს საკითხი ცნობილია საკუთარი გამოცდილებით, ხო? ასე ვსაუბრობდი. აი დღეს მე ასე მგონია, რომ თვითონ თქვენგანს კონკრეტულად შემიძლია მოგმართოთ, იმიტომ რომ მე არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გარკვეულ სიტუაციაში, ეს სიტუაციები სხვადასხვა შეიძლება იყოს, არ ჰქონდეს საკუთარ თავზე გამოცდილი აი ეს ფენომენი, რომელსაც აგრესიულ კრიტიკას ვუწოდებთ. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან შეგეხებათ ეს ჩვენი დღევანდელი საკითხი. მაგრამ მოდით ვნახოთ მაინც რა არის ეს აგრესიული კრიტიკა. ეს არის იმგვარი კრიტიკა, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. იმიტომ რომ ის გვტკენს გულს, ის გვაყენებს ჭრილობას. აი ზუსტად იმგვარად გახსოვთ ძველ არაგში არის ერთ-ერთ არაგში ასეთი გამოთქმა, რომ შენი ცულის მიერ მოყენებული ჭრილობა გამიმრთელდა და შენი ცოლის ენით მოყენებული იარა კიდევ არაო. აი სწორედ ამასთან გვაქვს საქმე და ჭრილობას გვაყენებს ეს კრიტიკა სწორედ იმიტომ, რომ გაჯერებული არის აგრესიით, ცინიზმით, სარკაზმით, დამცინავობით, ძალიან ხშირად. ძალიან ხშირად ასეა. აი მოდით მოვიყვანოთ ძალიან მარტივი, ალბათ ძალიან პრიმიტიული და ტრივიალური მაგალითი. აი წარმოვიდგინოთ, რომ სამსახურში უფროსი მოდის და გეუბნებათ, რომ იცი რა, აი ამ გათვლებში შენ გაქვს საკმაოდ ისეთი რთული და მძიმე შეცდომები დაშვებული. ამიტომ ძალიან გთხოვ, ახლა შენ დაჯდები, ამას თავიდან მიყვები, მიყევი ძალიან დიდი ყურადღებით, ძალიან დიდი კონცენტრაციით, იმიტომ რომ შენ იცი, რომ ჩვენ შედეგები გვჭირდება და არც ისეთი დიდი დრო გვაქვს. ასე რომ ძალიან გთხოვ, ძალიან დიდი ყურადღებით, ძალიან დიდი კონცენტრაციით. არ გვაქვს ჩვენ უფლება საქმის გაფუჭების. ეს არის ერთი ნათქვამი. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ მოდის უფროსი და გეუბნებათ. ისევ ვერაფერი გააკეთე, ხო? ისევ ჩაფლავდი. ისევ არანაირი შედეგი. რა არის ეს ამიხსენი? აი ეს რა არის? საიდან მოიტანე ან ეს ციფრები, რომელმა ტვინმა იანგარიშა, ან რომელი ფორმულები გამოიყენე ერთი ამიხსენი? შეიძლება რომ მუდმივად ერთი და იგივე რამე ხდებოდეს შენს თავს, მუდმივად იყო აბსოლუტურად ვერ შემძლე რომ რაღაცა გააკეთო. მე რო არ ყავდე ნეტავ რა სიზამდი, სრულიად უსუსური ხარ. დაჯდები ახლა და ყველაფერს თავიდან გააკეთებ. არ ვიცი მე არაფერი. განსხვავება არის, ხო? ამ ორ ნათქვამს შორის. და რა განსხვავებაა? ეხლა მე მოგახსენებთ. ნახეთ, პირველ შემთხვევაში კომუნიკაცია მიდის რა დონეზე? ზრდასრული. და ამიტომაც ის კრიტიკა, რომელიც აქ არის, რომ შენ მძიმე შეცდომები გაქვს, ეს უნდა გამოსწორდეს და ძალიან კარგად იცი, რომ შედეგები გვჭირდება და ცოტა დრო გვაქვს, ხო? მიმართული არის რაზე? არა ადამიანის შეურაცხყოფაზე, არამედ საქმესთან მიმართებული თემების გამოსწორებაზე. და მეორე შემთხვევაში რა ხდება? ეს მიმართული არის ძალიან პიროვნულად ადამიანის შეურაცხყოფაზე და გარდა ამისა, რა დონეზე მიმდინარეობს ეს კომუნიკაცია? ეს არის მაკრიტიკებელი მშობელი და ბავშვი. და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ყოველთვის მოგიწოდებდით, კომუნიკაცია უნდა იყოს ზრდასრული მხოლოდ აი ესეთ მიმართებებში. და აქ ხდება აბსოლუტურად სხვა დონეზე და პიროვნულია ეს ყველაფერი. პიროვნული შეურაცხყოფის მიყენება ხდება. აგრესია მიმართული არის პირადად თქვენზე.
აი სწორედ ასე გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ გვტკენს გულს, ამიტომ გვაყენებს ჭრილობას და ამიტომაც არის სრულიად მიუღებელი. არა მხოლოდ პიროვნულად არის მიუღებელი, არამედ სოციალურადაც მიუღებელია მსგავსი რამ. მაგრამ ახლა მოდით ჩვენი მიზანი ახლა რა არის, იცით? მე მინდა გაჩვენოთ, რა ხდება იმ ადამიანებთან, აი ამ კრიტიკოსებთან, რომლებიც მსგავს კრიტიკას იყენებენ, ჩვენ როგორ რეაგირებთ და როგორი არის სწორი რეაგირების მაგალითები. აი ეს გვინდა რომ გავარჩიოთ დღეს. და მოდით ჯერ დავიწყოთ კრიტიკოსებით. რა ხდება მათთან? ნუ, ესე იგი, რა ფაქტორებია, რომლებიც მოქმედებს მათზე? პირველი, რამ შეიძლება აიძულოს ადამიანი მსგავსი კრიტიკით გადმოვიდეს თქვენსა და შემოგიტიოთ? ეს არის პროექცია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია პროექციის შესახებ დამეთანხმებით და თქვენ უკვე ძალიან კარგად იცით, რომ პროექცია არის ის, როდესაც მე მაქვს რაღაცა ნაკლოვანება, რომელიც ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, რომელსაც მე თვალს ვერ ვუსწორებ და შესაბამისად ვიწყებ ამ ნაკლოვანების ძებნას ჩემს გარემოში. აი სხვა ადამიანებში, რომლებიც ჩემს გარშემო არიან და განსაკუთრებით მწვავე კრიტიკით გადავდივარ მათზე. ეს კრიტიკა ძალიან მწვავეა, სწორედ იმიტომ, რომ ეს ჩემი ნაწილია, რომელსაც მე თვალს ვერ ვუსწორებ. აი, მოდით ვნახოთ ესეთი ცნობილი მაგალითები ასეთი პროექციისა. აბა გავიხსენოთ მეგობრებო ვიქტორ ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და გავიხსენოთ არქიდიაკონი კლოდ ფროლო. ხო? ეს არის არქიდიაკონი, სასულიერო პირი, რომელსაც უცებ ისეთი რამ დაემართება, რასაც ის არაფრით არ ელოდა. უცებ ის გრძნობს დაუოკებელ ვნებას ესმერალდას მიმართ. როგორ? ეს დაუშვებელია, ის არის სასულიერო პირი და არა მარტო სასულიერო პირი, საკუთარ თავს ის, რა ვიცი, თითქმის წმინდანად განიხილავს. როგორ? ვნება ქალის მიმართ და რას აკეთებს ის? მას გადააქვს ეს ყველაფერი ესმერალდაზე, იმის მაგივრად, რომ საკუთარ აი ამ ნაწილს თვალებში ჩახედოს, თვალი გაუსწოროს, ნახოს რა ხდება მის თავს, ან აღიაროს, რომ ის უბრალოდ ადამიანია და ეს შესაძლებელია მსგავსი რამ დაემართოს, მას ეს მთელი აგრესია გადააქვს ესმერალდაზე. ის იწყებს მის დევნას, მის ლანძღვას და საბოლოოდ ალქაჯობას აბრალებს. ეს არის ტიპიური პროექცია. თავისი ამბავი გადაიტანა ადამიანზე, სხვა ადამიანზე. აი ესია. ან მაგალითად არსებობს ესეთი ფილმი American Beauty, ამერიკული სილამაზე და იქ არის ესეთი პოლკოვნიკი ფიცი, თუ არ ვცდები მისი გვარი ასეთია და აი ეს პოლკოვნიკი არის უკიდურესი ჰომოფობი. აი უკიდურესი ის აი საოცარი აგრესიით არის განწყობილი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ და ბოლოს ირკვევა, რომ თავად ის არის ლატენტურად აი ამ განწყობის მატარებელი და სწორედ ამით აიხსნება მისი განსაკუთრებული აგრესია, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად ვერ აღიქვამს ამ ნაწილს საკუთარ თავში. მისთვის ეს არის წარმოუდგენელი, როგორ ის არის მამაკაცი და პლუს ის არის სამხედრო, ხო? ეს კიდევ უფრო რაღაცნაირად აძლიერებს მის მასკულინურ თვისებებს თითქოს. მაგრამ არის მასში ეს ლატენტურად და სწორედ აქედან მოდის აი ეს განსაკუთრებით მწვავე აგრესია. პროექცია, მეგობრებო, პროექცია. ამიტომ კარგად დააკვირდით ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით არიან რაღაცის მიმართ განწყობილები. არ არის გამორიცხული, რომ ლატენტურად ისინი ამის მატარებელი იყვნენ ამ განწყობის, ამ თვისების. და ნახეთ, შესაძლოა ეს პროექცია იყოს.
ესე იგი პირველი ეს არის პროექცია, ხო? ახლა მეორე ფაქტორი, რამ შეიძლება განაპირობოს ამგვარი მიმართება და ამგვარი შეტევები, აგრესიული შეტევები. ეს არის ძალაუფლების და კონტროლის მოთხოვნილება. ნუ აქ ჩვენ არ გვჭირდება ალბათ ძალიან შორს წასვლა. ჩვენ შეგვიძლია მიუბრუნდეთ ჩვენს საბჭოთა წარსულს და იქ არაერთი კამპანია ყოფილა აგორებული, ესეთი კრიტიკული კამპანია გენიოსების მიმართ. გენიოსების მიმართ. რა ვიცი, ვინ გავიხსენო, შოსტაკოვიჩი მაგალითად, ხო? სადღაც 30-იან წლებში დაიბეჭდა პრავდაში ესეთი სტატია ქაოსი მუსიკის ნაცვლად. ოღონდ თქვენ არ იფიქროთ, რომ იქ იყო ასე ვთქვათ, მუსიკალური კრიტიკა და რაღაც მიმართული იყო სწორედ მუსიკის გარჩევაზე. არა, ჩემო კარგებო, ეს იყო ძალიან ისეთი გამიზნულად ადამიანის დანგრევაზე, მის გაჭყლეტვაზე, მის მტვრად ქცევაზე მემართული სტატია. აი ეს იყო და მარტო ახლა რა შოსტაკოვიჩი კი არ მოირჩიეს. უამრავი ადამიანი იყო, რა ვიცი, პასტერნაკი გაიხსენეთ. ბორის პასტერნაკი, ხო, ეს გენიოსი პოეტი სრულიად. მე არ ვიცი, მე რო ვფიქრობ ან მის პოეზიაზე, მის ბარათაშვილის თარგმანები აქვს არაჩვეულებრივი, ხო? და ბოლოს ეს ნობელის პრემიის ლაურეატი იყო, ხო? მას ნობელის პრემია მიანიჭეს დოქტორ ჟივაგოსთვის, აი ამ რომანისთვის. არა, კი მიანიჭეს, ოღონდ ვინ მისცა უფლება მისი მიღების ან წამოღების და ზოგადად მიღების. არა. და საშინელი კამპანია იყო ასევე აგორებული პასტერნაკის წინააღმდეგ. და ამასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ლიტერატურასთან და ლიტერატურის კრიტიკასთან. ეს იყო პიროვნების განადგურებაზე მიმართული რა მიზნით. აი სწორედ ამეთი, რომ ეჩვენებინათ ძალაუფლება, ეჩვენებინათ კონტროლის მექანიზმები და ეს განსაკუთრებით დამახასიათებელი არის, ხო, ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის, სადაც სათავეში სრული არარაობები დგანან. სრული არარაობები, აი მათთვის არის ეს მნიშვნელოვანი, რომ გენიოსი ხარ? მართლა? ვა, რას ველაპარაკები? აი ახლა ვნახოთ, ვის აქვს უფრო მეტი ძალაუფლება და რას მოგცემს ერთი შენი გენიოსობა. ამ არარაობებს ხო ყოველთვის ჭირდებათ საკუთარი ძალის თვითდამტკიცება, ხო? უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის წინაშე ჭირდებათ ამის მტკიცება, რომ ისინი რაღაცას წარმოადგენენ. ოღონდ ამისი დამტკიცება საკუთარი თავისთვის და გარშემო მყოფებისთვის მათ შეუძლიათ მხოლოდ ასეთი აგრესიული პოლიტიკით, თორე ახლა რაღაცის შექმნა რო შეეძლოთ, კარგი იქნებოდა, მაგრამ რო არ შეუძლიათ, ამაშია მთელი ამბავი. აი ესე. სხვათა შორის მე კიდევ ვიცით რა გამახსენდა ამასთან მიმართებაში, ეს კონტროლის და ძალაუფლების მოთხოვნილება. გახსოვთ არაჩვეულებრივი ფილმი ქალის სურნელი, ალ პაჩინო რომ თამაშობს ბრმა პოლკოვნიკს, უსინათლო პოლკოვნიკს. როდესაც ის დაიცავს აი ამ ახალგაზრდა ბიჭს, აი ამ ყმაწვილს, ჩარლის, რომელიც სტიპენდიით არის მოხვედრილი ელიტარულ სკოლაში, სადაც ძირითადად მის გარშემო არიან მამიკოს ბიჭები, მამიკოების ფულის ტომრებს ამოფარებულები და ეს არის ერთადერთი, ვინც თავისი შრომით სტიპენდიით არის მოხვედრილი და მას აწვევიან სკოლის, ესე იგი, აი ეს ხელმძღვანელობა აწვევა იმისთვის, რომ მან დააბეზღოს მისი მეგობრებიც კი არ არიან ის ადამიანები, ვისაც აბეზღებს, ერთად სწავლობენ უბრალოდ, არანაირი მეგობრები ისინი არ არიან. მაგრამ ამ ადამიანისთვის, ამ ბიჭისთვის არის მიუღებელი დაბეზღება. და სწორედ ამაზე აწვევიან და გააკეთებენ სასამართლოს, გახსოვთ? ძალიან გამახსენდა სხვათა შორის
საბჭოთა კავშირის დროს იყო ხოლმე ესეთი სასამართლოები, ამხანაგური სასამართლოები ერქვა, ტავარიშის სუდ. აი რაღაცა მსგავსი მოაწყეს იმ სკოლაში, Bird. ხო, ეს ელიტარული სკოლა, Bird-ის ელიტარული სკოლა ზუსტად. აი საბჭოთა ტიპის ტავარიშის სუდ, სადაც აწვებოდნენ ადამიანს და იმის მაგივრად, რომ ამ არაჩვეულებრივი თვისებისთვის პირიქით მას мотиваცია ჰქონოდა და мотиваცია შეექმნათ მისთვის, ემუქრებოდნენ, რომ მას გარიცხავდნენ სკოლიდან, თუ კი ის არ დაასახელებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც თავისთავად უმსგავსო საქციელი ჩაიდინეს, აბარა, მაგრამ აქ სხვა რამეზე არის საუბარი. ხო? აი, აქაც იგივე თემა არის. აქაც სკოლის ხელმძღვანელობა და სკოლის დირექცია ამას აკეთებს სწორედ ძალაუფლებისა და კონტროლის შენარჩუნების გამო. ხო? აი, ეს არის. და კიდევ არის ასე ვთქვათ, შური და შიში. და აი აქ ალბათ გამოგვადგება ყველაზე კლასიკური მაგალითი შურისა და შიშის. ამ შემთხვევაში ეს არის ყველასათვის ცნობილი მოცარტისა და სალიერის кейსი, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით დანამდვილებით, ჩვენ ვერ ვიტყვით, მართალია თუ არა ის, რომ სალიერი მართლა მოცარტი მოწამლა. ნუ, თუმცა, ვთქვათ, პუშკინი თავის პოემაში სწორედ ამ ასე ვთქვათ, ვერსიას მიყვება და ასევე მილოშ ფორმანი თავის არაჩვეულებრივ ფილმში ამადეუსი. ჩვენ არ ვიცით და ვერ ვიტყვით ამას ნამდვილად იყო თუ არა ასეთი მწვავე ეს შური, რომ ამგვარი შედეგი გამოიწვია, მაგრამ თავად შურის ფაქტი აუცილებლად იქ იყო და მე აგიხსნით რატომ. არა იმიტომ, რომ სალიერი იყო უნიჭო, ან ბოროტი, არავითარ შემთხვევაში. სალიერი საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი იყო და არა მარტო ნიჭიერი, ის წარმატებულიც იყო. უბრალოდ მან თავის წარმატებაში ძალიან დიდი შრომა ჩადო, ძალიან დიდი ძალისხმევა. ის მთელი თავისი ცხოვრება შრომობდა, სწავლობდა მუსიკის კანონებს, იყენებდა მათ და აი, როდესაც ის უკვე თითქოს ესეთ თავისი ცხოვრების მწვერვალზე იყო, უცებ გამოჩნდა პატარა ბიჭი, ყმაწვილი, ახალგაზრდა, რომლის ნიჭიც იყო, არ ვიცი მე, აი, ღვთაებრივი, მსუბუქი, მოელვარე, ყოველგვარი კანონების მიღმა მყოფი, ყოველგვარ ჩარჩოების მიღმა გასული. როგორ არის ეს შესაძლებელი? მე, რომელმაც ამდენი შრომა, ამდენი ძალისხმევა ჩავდე, ეს ჩემი წარმატება ამ ადამიანმა უნდა დაჩრდილოს? და აი, სწორედ ამით იყო გამოწვეული ის დიდი კრიტიკა და კრიტიკა არსებობდა, ეს ნამდვილად არის, ხო, ესეთი ფაქტია, რომელიც და ეს ბოროტი მართლა აგრესიული კრიტიკა, რომელიც სალიერის მხრიდან მოდიოდა მოცარტის მიმართ. ნამდვილად ასეა. ხო, აი, ეხლა კიდე გამახსენდა სოკრატეს სიკვდილით დასჯა. ეს შესაძლოა ორივე პუნქტს ეხებოდეს, შური და შიშიც იყოს და ძალაუფლების თემაც იყოს ამაში. გარეული, რატომ? იმიტომ, რომ გახსოვთ თქვენ, რომ ყველაფერი სოკრატეს ბრალდებები ჯერ დაიწყო მისი კრიტიკით ბუნებრივია და ძალიან აგრესიული კრიტიკით და ამბობდნენ, რომ სოკრატე ახალგაზრდობას რყვნის, ხო? და ღმერთებს უარყოფს. ნუ ეს ძალიან სასაცილოა, რა თქმა უნდა, კრიტიკის აი ეს პუნქტები, იმიტომ რომ ახალგაზრდობის გარყნა, როგორც თქვენ კარგად წარმოიდგენთ, გამოიხატებოდა იმაში, რომ სოკრატე ახალგაზრდობას ასწავლიდა კრიტიკულ აზროვნებას, ის ასწავლიდა მათ კითხვების დასმას, ეჭვის შეტანას, ასე ვთქვათ, სიღრმისეულ წვდომას საკითხების, პასუხების ძიებას,
გარკვეულ კითხვებზე და ეს მიუღებელი იყო ამ ადამიანებისთვის, ათენის ელიტისთვის. მათ ძალიან დიდი შიში ჰქონდათ თავისთავად ამ პროცესების და ასევე აქ შესაძლებელია რომ ის ძალაუფლების თემაც იყოს, იმიტომ რომ ამგვარი ახალგაზრდობა შემდგომში აუცილებლად შეცვლიდა იმ გარკვეულ პრინციპებს, რომლებიც იმ პერიოდში გაბატონებული იყო ათენში, ხო? აუცილებლად რაღაცა შეცვლიდა. და სწორედ ამან გამოიწვია ის, რაც საბოლოოდ მოხდა, ხო, რომ სოკრატე გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. აი, მსგავსი ამბები ხდება აი ამ კრიტიკოსებში, რომლებიც აგრესიულ კრიტიკას მიმართავენ. ეხლა მოდით ვნახოთ, რა ხდება ჩვენში. აი, თითოეული თქვენგანი გაიხსენებს საკუთარ რეაქციას, ხო, ამგვარ კრიტიკაზე. ძალიან ცუდი გასახსენებელია, ხო, ძალიან ცუდი, ხო. იმიტომ რომ მართლა უსუსურად გრძნობს საკუთარ თავს, მართლა ბრაზი გახრჩობს და მართლა საშინელი დესტრუქციული გრძნობები გეუფლება. ხო და ეხლა მე აგიხსნით რა ხდება ამ დროს. უპირველეს ყოვლისა ეს არის გარკვეული ნეირობიოლოგიური პროცესები, რომლებიც იწყება ამგვარი აგრესიის გადმოფრქვევისას ჩვენზე. უპირველეს ყოვლისა ირთვება ამიგდალა. ამიგდალას ჩართვა ხდება, ეს არის ესეთი ეგრეთ წოდებული ნუშისებრი ჯირკვალი და ეს არის ჩვენი ტვინის საგანგაშო სისტემა. განგაში ირთვება. და თან მე მინდა გითხრათ, რომ აი ამ დროს ჩვენი ტვინი ვერ ასხვავებს ფიზიკურ საფრთხეს სოციალური საფრთხისგან. კრიტიკა სოციალური საფრთხეა, მაგრამ ფიზიკური საფრთხისგან განსხვავება ვერ ხვდება და რეაგირებს ჩვენი ტვინი ამაზე, როგორც ფიზიკურ საფრთხეზე. წარმოიდგინეთ და ეს განგაში ჩართულია. ამ განგაშის ჩართვასთან ერთად ხდება პრეფრონტალური კორტექსის გათიშვა. პრეფრონტალური კორტექსი რაღა არის? ეს არის ჩვენი რაციონალური ტვინი. ეს არის ის, რაც პასუხისმგებელია გააზრებაზე, ლოგიკაზე, მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარებაზე. აი სწორედ ეს არის პრეფრონტალური კორტექსი. ქერქი. ითიშება, გათიშვა ხდება მისი და სწორედ ამიტომ არის ასეთი რთული აგრესიული კრიტიკის დროს მშვიდი და ისეთი მოზომილი და არგუმენტირებული პასუხი. რა არგუმენტირებული პასუხი საიდან უნდა მოვიდეს, როცა ჩვენი რაციონალური ტვინი ითიშება. ხო? აი ეს არის და მე კიდევ რა ხდება? ელემენტარულად სტრესის ჰორმონების მოზღვავება ხდება, იმიტომ რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, თირკმელზე ჯირკვალი გამოყოფს კორტიზოლსა და ადრენალინს. აი ასეთი ამბები ხდება. წარმოიდგინეთ. რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში. და ნახეთ კიდე რა საფრთხე არის აქ. ახლა ერთხელ და ორჯერ თუ მოხდა ეს აგრესიული კრიტიკა, ფაქტობრივად ესეთ ხანგრძლივ და გრძელვადიან პერიოდში ის ვერაფერს დაგვიშავებს, ხო? ერთხელ და ორჯერ მომხდარი, მაგრამ თუ ეს ხდება ქრონიკულად, რაღაცა პერიოდის მანძილზე, აი აქ შეიძლება ამან სერიოზულად დააზიანოს ჩვენი თვითშეფასება. ნახეთ, რატომ არის ეს შესაძლებელი? აი ამ აგრესიული კრიტიკის გრძელვადიანი მოქმედების დროს ხდება, ესე იგი, ნეგატიური კოგნიტური სქემების ჩამოყალიბება ჩვენს ტვინში. წარმოიდგინეთ. ეხლა რას ეყრდნობა ეს საქმე? ის არის, რომ ჩვენს ტვინს ახასიათებს ნეიროპლასტიურობა. რას ნიშნავს ნეიროპლასტიურობა? რომ რაშიც ჩვენ ვავარჯიშებთ ამ ტვინს ხშირად და აქტიურად, აი ის ნეირონული კავშირები მტკიცდება, ხო? ძლიერდება. და განწყობაში გადადის. ასე რომ თუ ტვინს
ავარჯიშებენ სწორედ იმაში, რომ გააღვიძონ ადამიანში დანაშაულის განცდა, უსუსურობის განცდა, ეს შემდეგ გადავა განწყობაში. აი სწორედ ეს კავშირები მოძლიერდება, ეს ნეირონული კავშირები მოძლიერდება და გადავა განწყობაში. შემდეგ არსებობს ისეთი რამ, როგორც არის ხმის ინტერნალიზაცია. რას გულისხმობს ეს? აი ის ადამიანები, ის პერსონები, რომლებიც არიან ჩვენი მაკრიტიკებელი, აი ამ კიდევ ერთხელ ხასვუსმევ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამათი ხმა ხდება ჩვენი შინაგანი კრისტიკოსის ხმა. აი ამათ გადაიქცევა და მათი სიტყვები და მათი ლექსიკონი და მათი ხმა ხდება ჩვენი შინაგანი კრიტიკოსის ხმა. მე მახსენდება ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც მოგვიყვა ჩვენმა ტრენერმა. არაჩვეულებრივი ფსიქოთერაპევტია, ფსიქიატრია ეს კაცი და მასთან მოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც სასწაულად დაბალი თვითშეფასება ჰქონდა და ამ ჩემმა ტრენერმა უთხრა რომ კი, მაგრამ მოიცადეო, აი საკუთარ თავსო საერთოდ როგორ ელაპარაკებიო შენო? ჯერ გაიკვირვა ამ ბიჭმა, რომ როგორ საკუთარ თავთან ლაპარაკიც შესაძლებელი არისო, ანუ არ ჰქონდა მას გაცნობიერებული, რა ხდებოდა მის ტვინში, რა ხდებოდა მის შიგნით, ხო? რა პროცესები იყო და შემდეგ სესიაზეო რომ მოვიდაო, ესეთი რამე მითხრაო, ვაიმეო, ვიფიქრეო ამის შესახებო და იცითო რას მივაგენიო? აიო, ჯარში რო ვიყავიო, ჩვენო ყავდაო ეფრეიტორიო, რომელიც აი წარმოუდგენელს აკეთებდაო, აი ისე გვამცირებდაო, აი გადაგვივლიდა ხოლმეო ყოველდღეო. და მეო დავადგინეო, რომ საკუთარ თავს ამ ეფრეიტორის ლექსიკონით ველაპარაკებიო. აი ზუსტად ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი, აი ამ ხმის ინტერნალიზაციის და აი იმისა, როგორ ვითავისებთ ამას და როგორ ხდება ეს ყველაფერი ჩვენი შინაგანი კრიტიკოსი, როგორ გადაიქცევა ჩვენ შინაგან კრიტიკოსად ეს ხმები და აი ზუსტად ის გამოთქმები და ეს ლექსიკონი, რასაც იყენებენ ეს ჩვენი კრიტიკოსები. და მესამე რაც ხდება, ეს არის დოფამინური სისტემის დათრგუნვა ხდება, ხო? იმიტომ რომ დოფამინი ეს რა არის? ეს არის სწორედაც რომ мотиваციისა და ჯილდოს ჰორმონი და აი ამისი დათრგუნვა ხდება. და შედეგი არის სავალალო. ხო? აი ამგვარი რაღაც ხდება. ეხლა მე მინდა მაინც მოგიყვანოთ სწორი რეაგირების მაგალითები, იმიტომ რომ მაინც ეტყობა არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც იმდენად გაწურდნეს საკუთარი თავი, რომ ეს პრეფრონტალური კორტექსი მაინც ბოლომდე არ ეთიშებათ და ისინი არიან იმის შემძლეები, რომ ამ დროს ძალიან ისეთი სიმშვიდე შეინარჩუნონ და ძალიან სწორად პარირება გაუკეთონ იმ შეტევას, რომელიც მოდის მათი თანამოსაუბრისგან. მე ისევ და ისევ მინდა მოგიყვანოთ, გადავეკიდე მოკლედ ამ ჩერჩილს, მაგრამ რა ვქნა, როდესაც არაჩვეულებრივი მაგალითები არის ამისი. მე დაგეთანხმებით ალბათ, რომ პირველი მაგალითი, რომელსაც მე მოვიყვან, ცოტა უხეშია, მაგრამ იცით რა არის? ხანდახან საჭირო არის გარკვეული სიუხეშე, რომ ადამიანს მისი ადგილი მიუჩინო. შემთხვევა იყო ასეთი, თემთა პალატაში იყო ეს ყოველივე და აი ერთ-ერთი დღე იყო, როდესაც ჩერჩილი მთლად კარგ ფორმაში არ იყო, ცოტა თითქოს ბარბაცებდა, გაუგებარი იყო, ანუ ეს დაღლილობისგან იყო თუ შეიძლება გადაკრულიც ჰქონდა რამე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბეს ბრედოკმა, ქალბატონმა, თემთა პალატის წევრმა ასევე მას საკმაოდ ხმა მაღლა საჯაროდ სხვა გარკვეული ადამიანების თვალწინ ესე უთხრა, რომ უინსტონ, თქვენ საშინლად გამომთვრალი ხართ. ესე მიმართა. ჩერჩილმა არცაც ხელა და უთხრა, ბეს, სამაგიეროდ თქვენ წარმოუდგენლად მახინჯი ხართ. და განსხვავება ჩვენს შორის ის არის, რომ მე ხვალდილით გამოვფხიზლდები. თქვენ კი სამუდამოდ ასეთი დარჩებით. გეთანხმებით უხეშია.
მაგრამ ამ ადამიანმა გამოხატა სხვათა შორის თავისი პასუხით ისიც, რამდენად ძლიერად შეეხო, მაგრამ გამოხატა ძალიან სწორად. რატომ? მან არ დაიწყო თავის გამართლება, ჩვენ ყოველთვის თავის გამართლებას ვიწყებთ ხოლმე, იმიტომ რომ გვეთიშება ეს ამბავი ლოგიკა გვეთიშება და ვიწყებთ ხოლმე თავის მართლებას ასეთ შემთხვევებში. და სწორი რეაგირება ეს არის საპასუხო დარტყმის მიყენება და არა თავის მართლება და ეს ძალიან კარგად გააკეთა მან. და ისეთი ფორმით, რომ ამ ადამიანს შემდგომში ასეთი სურვილის გაჩენისას მოუწევდა რამდენჯერმე დაფიქრება, ეთქვა თუ არ ეთქვა ის რის თქმასაც აპირებდა. მეორე მაგალითი კვლავ ჩერჩილთან დაკავშირებით, უფრო ინგლისური იუმორით არის გაჯერებული, როდესაც ასევე თემთა პალატაში ნენსი ასტორი გახლდათ პირველი დეპუტატი ქალი თემთა პალატაში და ვერ გავიგეს ქალები ჩერჩილს რას გადაეკიდნენ, მაგრამ ფაქტია რომ ესე იყო. ხო და ნენსი ასტორმა ესეთი რამ უთხრა, რომ უინსტონ, მე რომ თქვენი ცოლი ვიყო, ნამდვილად ყავაში შხამს ჩაგისხავდით. რაზედაც ჩერჩილმა უთხრა, ნენსი, თქვენ რომ ჩემი ცოლი იყოთ, იმ ყავას უეჭველად დავლევდი. ხო, აი ესეთი იუმორით ფაქტობრივად, მაგრამ ძალიან დიდი დარტყმა და მართლაც დიდი დამცირება მიაყენა ჩერჩილმა ამ ქალბატონს. მე იმიტომ მოგიყვანეთ ეს მაგალითები, რომ აი თქვენ ნახოთ სწორი რეაგირება როგორია, რომ სწორი რეაგირება ეს არის აი სწორედ ემოციებში არ გადასვლა და ძალიან მშვიდად, ძალიან აუღელვებლად საპასუხო დარტყმის მიყენება. თავის მართლებას უნდა შეეშვათ ამ შემთხვევაში. დანაშაულის გრძნობა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად არ გამოგადგებათ. მხოლოდ ცივი გონებით საპასუხო დარტყმა. ანუ პრეფრონტალური კორტექსის არ გათიშვა. ხო? მაგრამ ძალიან რთული ამის მიღწევა. მარტივია თქმა, მაგრამ რთულია მიღწევა. ჩემი აზრით, აი ჩერჩილისთვის ალბათ დამახასიათებელი იყო ის, რასაც მარკუს ავრელიუსი წერდა სტოიციზმის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი, ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება ითქვას სტოიციზმისა და ის ამბობდა, რომ აი ამგვარი შეტევების დროს ძალიან მნიშვნელოვანია თანამოსაუბრის ემოციების გამიჯნვა საკუთარი რეალობისგან. ეს თუ თქვენ მოახერხეთ, არაფერი არ გაგიჭირდებათ, ნახეთ, თანამოსაუბრის ემოციების გამიჯნვა საკუთარი რეალობისგან. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ თქვენი რეალობა არის სხვაგვარი და ის შემოტევა, რაც თქვენზე მოდის, ეს არის თქვენი თანამოსაუბრის ემოციები, განპირობებული სხვადასხვა ფაქტორებით, რომლებიც მე ჩამოგითვალეთ. და აი ამ შემთხვევაში ალბათ უფრო შედარებით გაგიმარტივდებათ, თუ კი თქვენ გაგახსენდებათ ეს ფაქტორები და გაგახსენდებათ, რომ ეს არის იმ ადამიანის ემოციები და თქვენი რეალობა არის აბსოლუტურად სხვა, რომ მართლაც ისეთი რეაგირება მისცეთ მშვიდი, როგორიც საჭირო არის ზოგადად ასეთი კრიტიკის დროს, აი ამ აგრესიული კრიტიკის დროს და აისხლიტოთ ეს აგრესია, აისხლიტოთ ეს ცინიზმი და აისხლიტოთ ეს სარკაზმი, შესაძლოა საპასუხო მცირე სარკაზმითაც კი. ხო, თქვენი მშვიდი პასუხით და საპასუხო მცირე სარკაზმით. აი სულ ეს იყო, რაც მინდოდა აგრესიული კრიტიკის შესახებ მეთქვა. მე დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და მომავალ საინტერესო თემამდე.